გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე მესამე და უსამართლო პრეზიდენტის მიშა სააკაშვილის კლინიკა ვივამედიდან ციხეში დაბრუნებას უწოდებს პუტინის დავალებას. ძალიან უცნაური ლოგიკა აქვს ნაცებს, მეგობრებო, ძალიან სათავისო ლოგიკა. მე კი მეუცნაურება, მაგრამ მათ წრეში ეს ლოგიკა ეტყობა ჩვეულებრივი რამაა და ლოგიკა შემდეგში მდგომარეობს, რაც ბარამიძისეული ნაცისტვინ მისაღები მოსაწონი და სარფიანია, ისა ერთადერთი და განუმეორებელი ჭეშმარიტება. ანუ სანამ სააკაშვილი კლინიკის სამოთახიან პალატა-ლუქსში გორაობდა, მასთან მნახველი მიდიოდა და რიგ შემთხვევაში იმ მნახველთან მას საკმაოდ ახლო ურთიერთობაც ჰქონდა, რამაც 9 თვის მერე შედეგებიც დადო, ეს ყველაფერი მეტნაკლებად მისაღები იყო. და როგორც კი მოხდა ის, რაც პირველი დღიდან უნდა მომხდარიყო, ანუ როდესაც სააკაშვილი გადააბრძანეს იქ, სადაც მართლმსაჯულებამ და ქართულმა ხალხმა მას ადგილი მიუჩინა, ეს თურმე პუტინის ხუშტური ყოფილა. ნაცდა ლოგიკით პუტინს ეტყობა თვალში ეჩხირებოდა, რომ დიდი რეფორმატორი კომფორტაბელურ კლინიკაშია და არა ციხის ცივ და ნესტიან კედლებში და მან, ანუ პუტინმა დააძალა ქართულ ოცნებას, რომ მისი ნომერ პირველი მტერი გადაეყვანათ დილეგში. როგორც ხედავ ბარამიძესა და მისნაირებს, პუტინზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება ჰქონიათ. ანუ პუტინს ქვეყანა ენგრევა, მთელი მსოფლიო მას ებრძვის, ჯერჯერობით მართალია უშედეგოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ებრძვის და ამ დროს დაუღალავი და მუდამ ხიზელი პუტინი იხელთებს დროს და ბრძანებას გასცემს, რომ სააკაშვილი დილეგში გადაიყვანონ. მოკლედ, პუტინი კი არა, იულიუს კეისარი ყოლიათ რუსებს პრეზიდენტად, კაცი, რომელიც რამდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებს. ვინაა სააკაშვილი პუტინისთვის? ჩემი აზრით, არავინ. რა საშიშროებას წარმოადგენს პუტინისთვის სააკაშვილი? ნულოვან საშიშროებას. ჩვენი ნაცები ცდილობენ სააკაშვილისგან მსოფლიო დონის ფიგურის შექმნას, რომ ვითომ მთელი მსოფლიო მასზე ფიქრობს და ზრუნავს და გულის შესტკივა და პუტინს კი შურს სააკაშვილის და მისი ფაქტორი ღამე არაძინებს და დღისით კი არაფხიზლებს. სინამდვილეში და აი აქ თავს დავდებ, რომ ასეა. პუტინ სააკაშვილი ისევე აღელვებს, როგორც მე შარშანდელი ყინული მაცივარში. რომ კითხო ნაცებს, რა შეიძლება დღეს სააკაშვილმა პუტინს ავნოს? ვერ წარმომიდგენია, რას მიპასუხებენ. მე სხვადასხვა მოსაზრება ჩამოვაყალიბე, ჩემთვის უпроსტად შევეცადე ჩამომეყალიბებინა თუ რა შეიძლება სააკაშვილმა პუტინს ავნოს. ვერაფერი მოვიფიქრე. თავის დროზე, როცა სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის მმართველი იყო, მაშინ ვერაფერი ავნო ვერც პუტინს, ვერც მედვედევს და ვერც ლავროვს. პირიქით, მათი თამაში ითამაშა და პუტინის ადგილას სააკაშვილს დავაჯილდოვებდი კიდეც რუსული საქმის შესანიშნავად შესრულებისთვის. ისე კი შეიძლება დააჯილდოვოს კიდეც ამ კატეგორიის მზვერავებს და არ გამოურიცხავრო სააკაშვილი რუსეთის სადაზვერო სამსახურის საიდუმლო აგენტი იყოს. დიახ, ასეთ აგენტებს აჯილდოვებენ, მაგრამ დაჯილდოების დოკუმენტაცია გასაიდუმლოებულია, ისევე როგორც მორიგი წოდება და მზარდი ხელფასი. ეს მე სადაზვერო ლიტერატურიდან ვიცი. თავის დროზე იულიან სემიონოვი, ჯონ ლეკარე, გრემ გრინი ამომწურავად მაქვს წაკითხული. ისე კი მართლა საინტერესოა ნაცების თავში ჩამახედა და გამაგებინა, რას ფიქრობენ. პუტინს რატომ უნდა ეშინოდეს სააკაშვილისა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ არ ჩამახედებენ და არც გამაგებინებენ. არ გამაგებინებენ, რათა პუტინს რომ არ მოვახსენო ვოლდემაროვიჩ, ამიტომ უნდა გეშინოდეს სააკაშვილისა და აბა მიიღეს ზომები სანამ ლამაზი ხარ. დიახ, მე ხომ პირდაპირ კავშირი მაქვს კრემლთან. არა, მთლად კრემლთან არა, კრემლთან მე ვინ მიმასუნიებს. კრემლის ერთ-ერთ ფილიალთან მაქვს კავშირი, იქ ვრეკავდავთ ხო, გადაეცით პუტინს, რომ აქ ესა და ეს მზადდება. კრემლთან პირდაპირ კავშირი მხოლოდ დიდ ფიგურებს აქვთ. ხოშტარიების ოჯახს, რომელსაც კრემლი დიდ თეატრში ჩაიკოვსკის მაკნატუნას დეკორაციებს ამოფარებულ ხელფასს ურიცხავს.
სხვა შორის ყველას ვინც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ებრძვის, არყევს, ნებს, ასუსტებს, რუსეთი უნდა აჯილდოებდეს ჩინმენდლებითა და ოქროს ჩერვონცებით, რადგან ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ. განა ასე არ არის? რუსეთს სჭირდება, რომ მისი მეზობელი იყოს სუსტი, მშიერი და სნეული. სუსტის დამარცხება ხომ გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ძლიერისა და ძალგულოვდის. ამიტომაც ქვეყნის ძირგამომთხრელი, ყველა ის აგენტი, ვინც იმედია დღეს თუ ხვალ პასუხისმგებაში იქნება გადაცემული სამშობლოს ღალატისთვის, რუსეთის თამაშს თამაშობს. განა ასე არ არის? და რაც შეეხება სააკაშვილის ციხეში გადაყვანას. როგორც ერთმა ფრენდმა დაწერა, რა ცუდი ადამიანი უნდა იყო, რომ შენი ციხეზე გადაყვანა სახალხო დღესასწაულს გავდესო. ფრენდმა სიტყვა ცუდის ნაცვლად სულ სხვა სიტყვა იხმარა, რომელსაც მე აქ ვერ გავიმეორებ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.